ჩვენ ვიწყებთ მოგზაურობას უფლის საფლავისკენ. დიახ, ეს ზღაპრული მოგზაურობაა. მე კატიუშას მივყავარ. ის მანქანას კარგად მართავს. აი ასე. ახლა გავიმგზავრებით. ბევრი მანქანა არ არის. ყველა ვისაც მეტის შესაძლებლობა აქვს ზაფხულობით მიდის აქედან. დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებიდან. წესით, თუ კლიმატი არ შეიცვალა, უნდა დაიწყოს საშინელი, აუტანელი სიცხე. ასე იყო ხოლმე. თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში რატომღაც არ ყოფილა. და ისრაელის კლიმატი თანდათან იცვლება. ჩემი აზრით უკეთესობისკენ. აი ასე. სანამ გზაში ვართ, ვიმუშაოთ. ხო, ღვედი უნდა შევიკრა. აი ეს ბიძაც სადღაც მიდის. თითქოს მდიდარ ადამიანს არ გავს არა? მაგრამ ძვირადღირებული მანქანა ყავს. აბა ღმერთი ჩვენკენ, უფალი გველოდება თავის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, რომელიც ადამიანებისთვის შექმნა. ნუ გეშინია კაცია. თუ რამე მოხდება მანქანა დაზღვეულია, ასე რომ როგორც გინდა იცე და არტყი. უკვე 10 წლისაა, ასე რომ ყველაფერი კარგადაა. ხედავთ, ყველგან დროშებია. ადგილობრივებს უყვართ თავიანთი ქვეყანა. და მათთვის დროშა უბრალოდ ნაჭერი ქსოვილი არ არის. ასეა ყველაფერი. ნახეთ რამდენი დროშაა მანქანებზე. ყველას უყვარს თავისი ქვეყანა. აი ეს სახლები ჩემი სახლის პირდაპირ მდებარეობს. ისინი ძვირი არ ღირს. ეს მერიის აშენებულია. და ითვლებოდა თავიდან თითქოს ხალხს უფასოდ გადასცეს. ზუსტად არ ვიცი. ახლა უკვე გამოსყიდულია. და ეს სახლი 2 წლის წინ ისრაელის ყველაზე ლამაზ სახლად აღიარეს. ახლა კი პირდაპირ ჩემს თვალწინ ხედავთ, სახლების უკან დიდი შავი ნაგებობა რომ დგას. ეს მოლია. ანუ ჩვენებურად ამას რა ქვია? არა, უნივერმაგი პროდუქტებისთვის არის. ამას სხვანაირად ეძახიან. მაგრამ არ აუშავს. აი ასეთი ამბებია. რაც უფრო ახლოსაა ზღვასთან, ყველაფერი უფრო ძვირია. იმიტომ რომ კლიმატი უკეთესია და ზღვაც ჩანს. აქ კი ადრე მთლიანად უდაბნო იყო. ადამიანებმა თავად დარგეს ეს ლამაზი ხეები. ყველაზე კარგი კირქვა მდებარეობს ღმერთო. ესეც ნახეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეწოდება ლონგინის სამლოცველო. ეს არის რომაელი ცენტურიონი,
ოფიცერი, რომელიც ოქროს სამოსშია გამოსახული, ის შუბით ხვდებს უფლის სხეულს. ის წმინდანად აქციეს. მერე, როცა ირწმუნა და ამის გამო სიკვდილით დასაჯეს. ხოლო გვერდებზე ორი ყაჩაღია. იცით ის სცენა იესოსთან. დიახ. რის განკვდებოდნენ ჯვარზე? აღმოჩნდა, რომ ეს იყო ყველაზე მტანჯველი სიკვდილით დასჯა. ნელა გაგუდვით. სხეული ქვევით ეშვება, ფილტვები ეკუმშება და იმისთვის, რომ ჩაისუნთქო, ფეხებით უნდა აიწიო. ანუ ყოველ ჯერზე უნდა აიძულო საკუთარ თავს, რომ ასე ისუნთქო. რა საშინელებაა. სახარებაში ძალიან მკაფიო სიუჟეტია აღწერილი. როგორც ჩანს, მას მობეზრდა, ეშინოდა, არ ვიცი რა. უახლოვდებიან იმ ყაჩაღებს და უმტვრევენ ფეხების თვლებს. ანუ ადამიანი ვეღარ ახერხებს თავის აწევას და უფრო სწრაფად კვდება გაგუდვით. უახლოვდებიან იესოს, უყურებენ, ის უკვე მკვდარია. რასაც ფაქტობრივად ლონგინი აკეთებს, ეს საკონტროლო ჩხვლეტაა. და იესოს სხეულიდან გამოედინება სისხლი და წყალი, რომელიც ეცემა გოლგოთის ქვეშ. იქ ხედავთ, იწმინდება პირველქმნილი ცოდვა და ჩვენ გვიჩნდება პირადი ცხოვრების მოწყობის შანსი. ანუ თითქოს არაფერი კარგი არ გაუკეთებია ამ ლონგინს. შემდეგ მან ირწმუნა და დაიწყო ქადაგება და ამიტომაც ღმერთის განგებით მას თავი მოჰკვეთეს. მხოლოდ რომის მოქალაქეების ჯვარზე გაკვრა არ შეიძლებოდა. ეს იყო ყველაზე საშინელი სიკვდილით დასჯა. ისე პეტრე და პავლე როგორ დასაჯეს? დამავიწყდა. ბატონო, როგორ დასაჯეს პეტრე და პავლე? თვითონ ეკლესიაში ვარ ნამყოფი. შეხედეთ, პეტრე თავით ქვევით გააკრეს ჯვარზე. ახლა იქ ვატიკანია. პავლეს კი თავი მოჰკვეთეს, რადგან მასაც რომის მოქალაქეობა ჰქონდა. და ეს ყველაფერი პონტიუს პილატეს ეზოშია. ხალხი მას გარს ერტყმის და ეუბნებიან. შენ თავი იუდეველთა მეფედ გამოაცხადე. აი გვირგვინი შენთვის, მაგრამ დაიხურე ეკლის გვირგვინი და არა ოქროსი. შეხედეთ, თუ გინდათ ჩასვლა შეიძლება, თუ არ გინდათ მერე ასვლა მოგიწევთ. ქვედა საზღვარია. აქ სულ ორია, ეს არის სომხურის სამლოცველო, ხოლო შემდეგ იქნება წყალშემკრები ავზი, რომელშიც ელენემ ჯვარი იპოვა. როცა იესოს ჯვარსაც უამდნენ, ეს ყველაფერი არ არსებობდა, არა? ანუ ეს სვეტები. გამოგიგზავნით ეტაპობრივ სურათებს. რა იყო აქ მშენებლობამდე? კარგი, მადლობა. ეს უკვე აღარ არის. აი შეხედეთ, ორი გუმბათი წმინდა საფლავის ტაძარში. დიახ, ეს დიდი გუმბათია. როტონდაა. ბერძნული პირდაპირ წმინდა საფლავის ტაძრის შიგნით არის. ბერძნული ეკლესია, კათოლიკური. აი კი სომხები არიან. ბერძნული არის ორთოდოქსული. ეს კი არის მართლმადიდებლური. ანუ მთავარი სახელს ვერ ვიხსენებ თურქეთში. მათ აქვთ მართლმადიდებლური ეკლესია. ის არის მოსკოვში, საბერძნეთში. არის თურქეთშიც. ანუ მათ აქვთ თავიანთი ყავთ მთავარი პატრიარქი. არა, მათ არ ყავთ მთავარი. მთავარი იყო. ის გასცემდა კონსტანტინოპოლელი. ხო. ვის? მან მისცა ავტოკეფალია. უკრაინას ანიჭებდა, საქართველოსაც, ყველას. მან მხარი დაუჭირა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ყველაზე მთავარია. აი ამაშია არსი. სერიოზულად, წაიკითხავთ, ნახავთ. მათ არ აქვთ ისეთი იერარქია, როგორც კათოლიკურ ეკლესიაში. მაგრამ არის მხარდაჭერა. და თუ კი შენ მხარდაჭერა მოგეცა, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც აღიარებს შენს ლეგიტიმურობას. ანუ შენ ხარ ნორმალური, ლეგიტიმური. ანუ აქ არის სომხური კათოლიკური ეკლესია. პირველ რიგში 70% ეკუთვნის ბერძენ მართლმადიდებლებს. შემდეგ მოდიან კათოლიკეები, მერე სომხები, კოპტები, ეთიოპელები და სირიელები. და ეს კედლები ვინ ააშენა? წარმოიდგინეთ, რომ ამ დონემდე აქ მეორე საუკუნეში იდგა ტაძარი, მიძღვნილი ვენერა აფროდიტეს. როცა აშენებდნენ, ჯერ ელენე აშენებდა ტაძარს, მან კედლის ნაწილი გამოიყენა. აქამდე სულ ქვებია. ქვები ამ აფროდიტე ვენერას საკურთხევლიდან. შემდეგ ეს ყველაფერი ბოლომდე ააშენეს. შეხედეთ, ხედავთ როგორი ბადეებია. ეს მე-11 საუკუნეა, ბიზანტიური პერიოდი. ხოლო ასეთი წაწვეტებული თაღები უკვე მე-12 საუკუნეა. ანუ აქ სულ ანგრევდნენ და აშენებდნენ, ანგრევდნენ და აშენებდნენ.
ისინი არაფერს ანგრევენ, რაც შეიძლება შეინარჩუნონ, ინარჩუნებენ. ამიტომაც არის ასეთი ეკლექტიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი ყველაფერს ანგრევენ. მერე დგამენ ვიღაც უცნობებს, ან ცნობილებს, მაგრამ ისტორია არ ინახება. აქ არის დაახლოებით 14 ჯვარცმის გზის სადგური. აი იმ ფიგურებით არის აღნიშნული. შეგიძლიათ დაათვალიეროთ. ეს არის იესოს გზის 14 ეტაპი. 14 ეტაპი. პირველი სასამართლო. შემდეგ ჯვრის ტარება. აი ეს არის გოდების კედელი. სადაც მიდიოდა ტრამპი, ობამა და ყველა პრეზიდენტი, ვისაც პრეზიდენტობა სურდა. ებრაელები თუ არა ებრაელები, ყველა აქ მოდიოდა. მაგარია. ძალიან კარგია. თქვენ ამბობდით, რომ აქ დავითმა რაღაც გააკეთა. არა, მე ვთქვი, რომ მეხუთე რიგამდე ქვები ჰეროდე დიდისაა. ჰეროდე დიდი. დავითის კოშკში, რომელიც გავიარეთ, ჰეროდე დიდის ქვები ვნახეთ. და ქვემოთ მიდის კედელი, ქვემოთაც გაგრძელებაა. აქაც რამდენია, მიწისქვეშაც იგივეა. და იქ არის ცალკე ექსკურსია დასავლეთის კედლის გვირაბებში. და იქ რა არის? ვინ ააშენა? რაც უფრო დაბლა ჩადიხარ, მით უფრო ძველია. ანუ იქ არის ჰეროდეს ნაშთები. გოდების კედელი არის ტაძრის მთის დასავლეთის კედელი. ის ტაძრის გარშემო იყო გაკეთებული. ქვედა ნაწილები, იქ არის ყველაზე ძველი, ყველაზე ნალოცები. ისინი იესო ქრისტემაც ნახა, რომლები მეხუთე რიგამდე. ყველაფერი რაც ჰეროდემ ააშენა, დიადი საქმეა. დღესაც ახლა მიმდინარეობს საღამოს ლოცვა. რამდენი ადამიანი ლოცულობს თავისი ახლობლებისთვის. მე კი ასეთი ადამიანები მყავს. ვალენტინი, უფალო გადამარჩინე. ოლესია. სრულყოფილი სიტყვებია. მადლობა ღმერთ მამას. ვმადლობ შემოქმედს ყველაფრისთვის, რაც მაქვს. სიცოცხლისთვის, ახლობლებისთვის, შვილებისთვის. კარგი ოლესია. ახლა ჩვენ უკვდავ გყოფთ. ნინა, ვთხოვ მშვიდობას მრავალტანჯული უკრაინისთვის. მარია, ილოცეთ უკრაინაში მშვიდობისთვის და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ჯანმრთელობისთვის. ეს მე გავაკეთე, მაგრამ აქ არა. თუმცა ამ ჩანაწერს აქ ცოდი არაფერი დაემართება. არაფერი. ტანია, ილოცეთ უკრაინისთვის. უკრაინისთვის მე ისედაც ვლოცულობ, მეგობრებო. რომ მშვიდობა იყოს, წერს ნატალია. გალინა, მშვიდობა და სიმშვიდე. ღმერთო, რამდენ ადამიანს უნდა მშვიდობა. სოფია, დაეითხოვეთ სიმშვიდე უკრაინისთვის. ნადია, ვილოცოთ მათთვის, ვინც ამას ვერასდროს შეძლებს. თავისთვის, ღარიბებისთვის, მაგრამ პატიოსნებისთვის. მადლობა. ვილოცე. რაისა, ღმერთის კურთხევას გისურვებ. ღმერთის კურთხევას ვისუსურვებ, რაისა. შენ ხომ არ დაგიწერია ვის? ვალერია, მადლობა ღმერთს ყველაფერი სულიერისთვის. უერთდებით. სვეტლანა, მინდა ვთხოვო ხალხისთვის მშვიდობა. ყოჩახ სვეტლანა. გამარჯვებულ მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას. და თუ უბრალოდ მშვიდობა იქნება, ასე არ შეიძლება. ტატიანა პლიუშკოვა, ბატონო ლეონიდს, თხოვეთ უფალს ძალა და განკურნება ჩემს მეუღლეს. ვიტალი ლეონიდის ძეს. ოპერაცია 18 ივნისაა. მეგობრებო, თქვენ ცილოცეთ. გადაგვარჩინე უფალო. ხედავთ როგორ სურთ ებრაელებს, რომ თქვენს განიკურნოთ. უფალო, შენ მოგვეცი ბევრი შვილი. ახლა მოგვეცი დამხმარეები, რომ დავწეროთ და ჩავაბაროთ ეს გაკვეთილები. კარგი. გზა ძალიან მძიმე იყო, მაგრამ რასაც დაგბერდით, ყველაფერი შევასრულე. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიკეთეს. ამინ.